სულხან მოლაშვილის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში მიმდინარეობდა ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და დეპუტატები იმყოფებოდნენ. სულხან მოლაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საფრანგეთში გარდაიცვალა, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. მოლაშვილი იყო კლასიკური მსხვერპლი რეჟიმის ადამიანი, რომელმაც თავისუფლებას კანონოდ თავისუფლება და რომელსაც საბოლოო ჯამში წაართვეს სიცოცხლე. ეს არის კიდევ ერთი სამწუხაროდ კიდევ ერთი მსხვერპლი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოს მართავდა და შეეწირა იმ საქმეს, რასაც იმ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა. პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია დაიჭირებიან ყველა მიცამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ბატონი სულხანის სიკვდილამდე მიყვანა არის ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე ადამიანს. და ამის ჩვენ უამრავ ნიმუშს, უამრავ მაგალითს ხედავდით წინა ხელისუფლების დროს. 25 წელია ვერ ვეღირსეთ სამართლიან სასამართლოს. 25 წელია ხდება ერთი და იგივე. ჩვენ უნდათ რომ თავს მოგვახვიონ, რომ მურუსიძე არის სისტემის მსხვერპლი. სისტემის მსხვერპლი არის ბატონი მოლაშვილი და ბატონი გირგვლიანი, ვისაც მურუსიძე მოუწერა ხელი ზუსტად აი ამ განაჩენზე. წინა ხელისუფლებამ ბატონ სულხანს დამართა, აგერაგულ შედეგი და მთელი საქართველო აღშფოთებული ამით. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, მოუწოდებ ყველას, ვისაც კი ესახება, რომ სასწრაფოდ იყვნენ დაჯერილი ხალხი, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის.